მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა აღნიშნულმა განცხადებამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. იყო აქციების ძალადობრივი დაშლა, დაკავებულია ათობით პირი და აქციების შეზღუდვისთვის კანონმდებლობის მკვეთრად გამკაცრებაც მოხდა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ პროტესტი რუსთაველზე ყოველდღე გრძელდება. დღესაც თბილისში საპროტესტო აქცია მსვლელობებია. დაგეგმილი 19 საათზე მსვლელობა თესეულის პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიწყება. 20 საათისთვის კი აქცია პარლამენტთან იგეგმება. ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა შენელდა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით გასულ თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა, რაც ივლისის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკა 7.6%-ით არის გაზრდილი, წელს 10 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა DGG-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნის ზრდაც. ოქტომბერში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა მხოლოდ 7%-ით იყო გაზრდილი 15.9 მილიარდ ლარამდე. 11%-იანი კლება ახლად რეგისტრირებული საწარმოების კუთხით. სულ ქვეყანაში 6075 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. პირველი 10 თვის საშუალო რეალური ზრდა შეადგენს 7.6%-ს. ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს საჰაერო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდა. სადაზღვევო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან. უძრავი ქონების სექტორში ზრდის გამომწვევი მიზეზად გვევლინება საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავებისა და მართვის საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობის გაფართოება. მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან. ასევე შემცირებულია სამოქალაქო მშენებლობის მაჩვენებლები, როგორიცაა ავტობანების და გზების მშენებლობა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში კლება განპირობებულია ფერადი ლითონის მადნების მოპოვების შემცირებით. ენერგეტიკის სექტორში კლებას განაპირობებს თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის შემცირება. რა ტენდენციებია ეკონომიკაში, ნუცა შუბაშვილი გაგოცნობს მეტ დეტალს შემდეგ გამოშვებებში. ოქტომბერში ხელფასის მიღებთა რაოდენობა გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა, თუმცა ზრდა აღრჩენს ვაკანსიებში. BMG-ს მონაცემებით 2025 წლის ოქტომბერში მაგალითად დასაქმების პლატფორმა JobsG-ზე 7667 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ტენდენციები აჩვენებს, რომ კლება გაყიდვებისა და შესყიდვებში ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მიმართულებით, თუმცა ყველაზე აქტიურად ახლა კადრებს ბიზნესი ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში ეძებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით 23693 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.3%-ით მეტია. რა ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე და რა ტიპის კადრებს ეძებენ დღეს საქართველოში? ინგა შახბაზიანი HRG-ს რეგიონული მენეჯერი შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. რა ფაქტორებით ინარჩუნებს ლარის სტაბილურობას? მიზეზების განმარტება ანალიტიკამ Fitch Ratings ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელს არვინდ რამაკრიშნანს ექსკლუზიურ ინტერვიუში სთხოვა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა SEB-მა წლის დასაწყისთან $1.8 მილიარდზე მეტი შეისყიდა და ამ ფონზეც ლარმა სიმყარე მეტნაკლებად შეინარჩუნა. ანალიტიკას ავტორმა დაწამყვანა დასაკითხვა აქვს თუ არა Fitch-ს მკაფიო წარმოდგენა რა განაპირობებს ამ სტაბილურობას. არვინდ რამაკრიშნანმა 4 მთავარი მიზეზი დაასახელა. ის ამბობს, რომ ლარის სიმყარე მათ შორის განაპირობებს ძლიერი ფულადი ნაკადები ეკონომიკაში და დოლარის გლობალური სისუსტეც. Fitch Ratings ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელის თქმით, გაცვლით კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკრედიტო დინამიკისთვის, რადგანაც თუ ლარი მკვეთრად დასუსტება, ვალის და მის მომსახურების ტვერთიც გაიზრდება და დოლარიზაციის რისკებიც მოიმატებს.
როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა წელს დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი შეისყიდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაგრამ ლარმა სიმყარე მაინც შეინარჩუნა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია ძლიერი ფულადი ნაკადები ეკონომიკაში, მეორეა ტექნიკური მოცემულობა, მაგალითად უცხოური ვალუტის შესყიდვის, გაყიდვის წესები. ბიმეჩის პლატფორმის წესების მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეისყიდის ვალუტას, თუ ტრენდი გაუფასურებისკენაა. მესამეა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაც, რაც უფრო მეტ უცხოურ ვალუტას ათავისუფლებს საბანკო სისტემაში. და ბოლოს, ეს პირდაპირ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან არ არის კავშირში, მაგრამ ბოლო პერიოდში სუსტი დოლარიც ლარს ირიბად დამატებით აძლიერებს. ჩვენი პროგნოზია, რომ ლარი ფართო სტაბილურობას შეინარჩუნებს. შესაძლოა მცირე, ზომიერი გაუფასურებით, მაგრამ საერთო სურათში სტაბილური იქნება. ადგილობრივი ტურიზმი კი შემცირდა საქსტატის მონაცემებით მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799,900-ით განისაზღვრა. ეს თითქმის 7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებაზე. ვიზიტორების უმრავლესობა 36,3%, 51-დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის თითქმის 58% შეადგენს. ვიზიტების უმეტესობა 59% ნათესავებისა და მეგობრების მონახულება იყო, 16.9% დასვენება გართობაზე მოდის, 15% კი შოპინგზე. 2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 399,9 მილიონი ლარით, რაც 2.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებაზე. ამასთან ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯით შემცირდა თითქმის 2% და 229 ლარს გაუტოლდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში 1 საათში უბრუნდებით, დაგვალოდეთ.